სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დავაკავეთ. დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. მათ შორის 7 ლიტრზე მეტი თხევადი კოკაინი და 40 გრამი კოკაინის კრისტალები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასვებლად საჭირო ნივთები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი კოკაინის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი მცენარე კარაფი. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმძიმესი ზომების გატარებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების შენახვისათვის და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის 2370 ფაქტი, ასევე აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია 1712 პირი. მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 157 პირი. პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლისამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 2,5 კილოგრამი მეთადონი, 1 კილოგრამი ალფა-პვპ, 2,7 კილოგრამი პლეგაბალინი იგივე ლირიკა, 72 კილოგრამი მარიხუანა და 150 კილოგრამი მცენარე კანაფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. სურს ასევე აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალების შესაბამისად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გამკაცრებულია მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბრძოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104,484 ფაქტი. მათ შორის ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევის 682 ფაქტი, ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობის 4830 ფაქტი, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის 683 ფაქტი, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენების 8 ფაქტი. თითოეული სამართალდამცავი ბრძოლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თითოეულ სამართალდამცავების ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. მოუწოდებთ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები. საზოგადოებას კვლავ შევახსენებთ, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და კანონის დამღებ პირთა მიმართ ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომის გატარებას. დიდი მადლობა.